მარჯვნივ. სირაძე ინსტრუქტორისგან ბოლო მითითებებს იღებს. მალე გამომცდელებს უნდა დაუმტკიცოს, რომ ავტობუსის მართვისა და მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაყვანისთვის მზად არის. თუ ყველა ეტაპს წარმატებით გაივლის, ქალაქის ქუჩებში ავტობუსის საჭესთან ხშირად იხილავთ. ეხლა ვაკეთებთ პარკირებას. სწორედროულად იმუძრავენ, გაასრულებენ და შევდივართ პარკინგზე. ბოლომდე ადგილი საარგესობურა. ერთი თვის წინ გადაწყვიტა, რომ მსუბუქი ავტომობილის მართვის 5-წლიანი გამოცდილება ავტობუსის საჭესთან გაემყარებინა. განცხადება სოციალურ ქსელში ნახა. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ აპლიკანტს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ჰქონოდა. შევავსე წამში, არ დავფიქრობდი ვარ საერთოდ არაფერს. ჩვენი ქვეყნისთვის ცოტა განსხვავებული სამსახურია და საკმაოდ კარგი ხელფასი აქვს შემოთავაზებული. საკმაოდ კარგი პირობები აქვს შემოთავაზებული და მე ამით დავინტერესდი და სტაბილური სამსახური იქნება. იცის, რომ სამსახური რთული და საპასუხისმგებლოა, მაგრამ სირთულეები არ აშინებს. არ არის ამაში პრობლემას, ვერ ვხედავ ის, რომ მე ვერ გავაკეთე. საბურავის გამოსასვლელი რო იქნება, გამოუცვლი მანქანას. ქალი სამზარეულოში უნდა იჯდეს. აი ეს თვალები არ მინდა რომ დავინახო. და ეხლა ავტობუსში რო ვიღაცა ამოვა და ეგეთ თვალებით შემომხედავს, ცოტა არ მესიამოვნება, მაგრამ მაგასაც გადავლახავთ.